აი, სკამები არ იყო გაჩნდა სკამები. ხედა რა. აი, ესე წარმოუდგენელი რაღაც ხდება პირველ არხში. დილამშვიდობისა. აიღვიძეს ბავშვებმა. ბავშვები მოასწარე. არა ვაბარეს სხვა. დილამშვიდობისა. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მართლა დღეს რაღაცნაირი ღაჟღაჟა ესეთი ნარინჯისფერი დილა იყო და ჩვენ სამზარეულოში სიფერადეა. ჩემთან ერთად არის გუდვილის წარმოების შემზარეული დავით პოღესიანი. მოგესალმებით დავით, მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად და ინგრედიენტებით უკვე მიხვდებოდით რომ ამზადებთ ჩაკაფულს. ვაიმე, რა მაგარია, ჩემი საყვარელი კერძი. ეს ნომერ პირველი. ხო ყველაზე მეტად სუფხარჩო მიყვარს, იმიტომ რომ უფრო ხშირი მომხმარებელი ვარ. მაგრამ აი ჩაკაფული, აი გამორჩეულად საყვარელია. შენ მოკლედ წვნიანი კერძები გიყვარებია. ხო. და თან დავითის ჩაკაფული გამორჩეულად გემრიელი არის ხოლმე, იმიტომ რომ უკვე რამდენჯერმე ერთად მოვამზადეთ ჩვენ სამზარეულოში და ძალიან საინტერესო რჩევები აქვს ხოლმე ჩვენი მაყურებლისთვის. დავით, კიდევ ერთხელ საინტერესო, ანუ ყოველ სეზონზე ერთსა და იმავე რეცეპტს იყენებ თუ ცვლით ხოლმე? აქვს ხოლმეო და ის საინტერესო ჩაკაფულს რა ბედი ეწევა ხოლმე? არა, არ რეცეპტს არ ვცვლით. ეს კლასიკური. რაც კარგია, უნდა იყოს კარგი. მეც ასე ვფიქრობ. არის რაღაც ყოველთვის რაღაც პატარა ნიუანსები. ეს არის ძირითადად დამოკიდებული ნედლეულზე, ხორცზე გინდა. შემდეგ ეს ნიუანსები, ყოველ წელს რაღაცა გვემატება, ხო? ნედლეულიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მომხმარებელმაც იცოდეს სიტყვაზე თუ პატარა ცვლილება შეხვდა ნედლეულში, როგორ უნდა მოიქცეს, რომ იგივე შედეგი გემო იგივე მიდასვას. კი ბატონო, დავით, თუ შეიძლება მაყურებელს უთხრათ, რა როგორი ტიპის ნაჭრებს ვიყენებთ ამ შემთხვევაში, რას გვირჩევთ საუკეთესო ჩაკაფულისთვის, ესე ვთქვათ, ცოტა ძვლიანიც იყოს, რბილი იყოს, საერთოდ ხბო გვაქვს დღეს თუ ბატკანი და ასე შემდეგ. კი ბატონო. ნუ ჩაკაფულის შემთხვევაში, ანუ ჩაკაფულის მთლიანი იდეა რა არის? ის რომ ხორცმა პროდუქტმა გამოყოს ის წვენი, ის არომატი, რაც განაპირობებს ჩაკაფულის იმას ხარისხს და კარგ გემოს. ამისთვის ცალსახად სჭირდება ძვლის რაღაც ნაწილი, ანუ შეგვიძლია მთლიანად ძვლიანი გაუშვათ, ანუ ნეკნების მხარე, შეგვიძლია ცოტა დავაბალანსოთ სიტყვაზე ავიღოთ ან ტეკეული, ან ხარის, ან პეჭის ნაწილი და შევურიოთ სიტყვაზე ერთ-ერთზე ნეკნებთან ერთად. ისი უნდა იყოს ეგ? შეიძლება ხბოს გამოიყენოთ დღეს ვიყენებთ ხბოს კლასიკურ ქემიაზე ბატკანია და მეც ბატკნის ფანი ვარ შესაბამისად მე უფრო არ ვარ ბატკნის ფანი არც მე და ეს არა და ეს ბატკნით დაიწყო ეს ისტორია ხო ჩაკაფულის სინამდვილეში და ესეთი ვარდისფერი შეფერილობის უნდა იყოს ხორცი იმისთვის რომ მალევე მოიხარშოს და ზედმეტად მწვანილიც არ ჩაგვეხარშოს და მოკლედ დღეს გვაქვს ნეკნები, გვაქვს რბილობი და გვაქვს ცოტა ქონი. ხბოს ქონი. ყველაფერი ქონია. და აქვე მინდა რომ შეგახსენოთ რომ გუდვილში შეგიძლიათ შეარჩიოთ მაღალი ხარისხის ლაბორატორიულად შემოწმებული ნედლი ხორცი, რომელიც მარაგდება ქართველი ფერმერებისაგან და დახზე მოხვედრამდე პროდუქტი გადის ლაბორატორიულ შემოწმებას გუდვილის ხარისხის კონტროლის გუნდის მიერ და შესაბამისად არის სანდო და ძალიან კარგი პროდუქტი ჩვენ სამზარეულოში. ნაჭრები რთული კითხვა უნდა დავსვა. ამდენი მწვანილეული რა ჭირდება? ამდენი მისი გარეცხვის რავი მარტივი ხერხი ხო არ გააქვთ? ყველას რო გამოგვადგეს მთელ ქვეყანას და დიასახლის. აი მწვანილების ისეთი ეფექტური მარტივი ხერხი გასაგებია. ყველაფერი შევიცვალოთ ადგილები ცოტა დავიწყებ. საკმაოდ შრომატებადია და თან ძალიან მნიშვნელოვანია რომ კარგად გაირეცხოს ხო ასე. ზოგადად ყველაზე სწორი ხერხიც არის აგრეთვე ხელში კი არ ვეწყოთ საფრთხო ღერო, არამედ დიდ თასში მოვათავსოთ, ცივ გამდინარე წყალში. ეს კონები შეკრული გაქვთ ისევ ხოლმე თუ აჭრით ამძირებს რომ უფრო მარტივად გამოირეცხოს? ამძირებს ვაჭრი, ანუ იმის გარეცხვას აზრი არ აქვს, რასაც არ გამოიყენებ, ხო სწორია. შესაბამისად ძირებს ვაჭრი, ვიტოვებ მარტო იმ ნაწილს, რომელიც უშუალოდ გამომადგება, იმ ნაწილს ვათავსებ იმაში გამდინარეში, კი. ეს საცერივით თასი უნდა იყოს. მარილს ამატებენ ხოლმე, ხო, მაგრამ იმ შემთხვევაში შეგვიძლია მარილი გამოიყენოთ, ნუ გამდინარე წყალში აზრი არ იქნება
მარილის დამატებას ყველაფერი თუ ჩავალბობ, შეგვიძლია ხო. ჩავალბოთ, ეს არის უმნებლობის ერთ-ერთი ხერხი სახლის პირობებში, შეგვიძლია მარილი გამოვიყენოთ ან ცოტა სოდა, ორივე მოქმედებს არაჩვეულებრივ. ჩავალბოთ მარილი ან სოდი ან წყალში 5-10 წუთის განმავლობაში და შემდგომ უკვე მოვათავსოთ გამდინარე წყალში, რომ თუ რამე მიწის ნაწილაკები თუ რამე გარჩა ფოთლებში უშუალოდ ის განიდებნოს, აი? შესაბამისად თავზე დადგომა არ უნდა თავზე და ასევე კარგი არის თუ ვახერხებთ რომ ეს ყველაფერი წინა დღეს გავაკეთოთ და უკვე აი ეს მთელი ფუსფუსი წინა დღეს გადავანაწილოთ ესე ვთქვათ, თორემ მეტი დიდი სირთულე ხა ჩაკაპულის მომზადებაში არ არის. დავით, აი პროპორციებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ხო? როდესაც ვამზადებთ თან მით უმეტეს ისეთ კერძს, როგორიც არის ჩაკაპული. აი რამდენზე უნდა იყოს, მაინც კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ მაყურებელს, ვისაც წელს უნდა ეს ამბავი. თან ასევე მინდა რომ აქვე ვაჩვენოთ მაყურებელს რა ზომის ნაჭერი არის სასურველი, ხო? კი ბატონო. ლიკა მოგვიწოდებს ფუნქციური ქმედებები თუ რამეში დაგჭირდებით აქ ავართ ახლა. არა, მართლა ნაჭერი საინტერესოა. ბატონი შეფი ვყავს სტუდიაში და მე ხმას აღარ ვიღებ დღეს აღარ. შეფი ძანა არ მეცნობა. შეფი მოიტანა თავის და აი ნახე ყველა შეფი დადის თავისი. და კი ბატონო და თან პროპორციებზე ვისაუბროთ აუცილებლად. ნუ პროპორციებში მწვანილის შემთხვევაში მინდა თქვენს და ჩვენმა მაყურებელს იცოდეთ, რომ არ უნდა გეშინოდეთ მწვალის დამატებას, იმიტომ რომ მწვანილს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ამ შემთხვევაში. ზუსტად მწვანილი გვაძლევს იმ წვენს, რა წვენშიც იხარშება უშუალოდ მომზადება ხორცი. შესაბამისად, ამ წყლის დამატება ჩემი აზრით მიუღებელია ჩაკაპულში. ღვინო აუცილებლად. ღვინო. გაიგე? აი, გატყუებენ ეს. მე მაგალითად ნახევარზე ვაკეთებ ხოლმე, რომ ძალიან აი თუ ღვინო მით უმეტეს ძალიან ძაფრია, მკვეთრი გემო აქვს. ასეთ შემთხვევაში ნახევარ წყალს მაინც ურევ ხოლმე, რომ ძალიან ღვინის და რაღაცა ძვრის გემოზე არ წაიღოს. აი აქ გირჩევ წვანილები დაამატოთ, უფრო ჯობია, იმიტომ რომ პირველ რიგში უფრო აი სიხალისე, აი სახალისო სიცოცხლე. ხო. კი ბატონო, რაღაცა ცოცხალი არომატი უფრო. ხო, ნაჭრები მისი. თუ ჯერ არ დაგიწიათ ნაჭრებად ქცევა? არა, ჯერ ზედმეტი. ესე იგი მარტო უნდა ღვინო და მწვანილები. წყალს არაფერი არ ესაქმება იქ. ნახეთ, წყალი არის ნეიტრალური სითხე. ნეიტრალური სითხე ყველაფერს აზავებს. ანუ ის არომატების ბუკეტი, რის შექმნასაც ჩვენ ვცდილობთ ჩაკაპულში, ხო წყლით გავაზავებთ. გასაგებია და რაღაც გემუებს სადღაც ყემალი რამდენი უნდა ეს სიმჟავე არის ჩემთვის მთავარი ხიბლე. ცოტა რომ იყბინება ეს სიმჟავე მიყვარს. აი ხო, ტარხუნის და ყემლის რაღაცა ეს კომბინაცია. ყემალი უნდა აი თითო ფენაზე შეგიძლიათ გავუშვათ 6-8 ცალი ყემალი. მეტია რა. ნახეთ, თქვენ ღვინოც გაქვთ. ღვინოც მჟავია, ყემალიც მჟავია და მთლად სიმჟავეზე რო არ გადავიდეს. აი ნახეთ, აი ესეთი ზომის ნაჭრები არის მისაღები. ანუ ესენი პირდაპირ მოთავსდება კი ბატონო. იქიდან გამომდინარე ასეთი ზომის ნაჭრებს ჩვენ დაახლოებით საათნახევარი 2 საათი დასჭირდება მოხარ. პლუს აქვე აღნიშნავ, რომ რადგანაც ნელ ცეცხლზე ვამზადებ, ეს ნაჭრები დიდად არ დაპატარავდება. შესაბამისად აი რბილი და რაღაცა საიდუმლო გამშხოლა და ნელ ცეცხლზე როცა ხარშავ არ პატარავდება ხოლმე. ანუ არა, რა თქმა უნდა პატარავდება, მაგრამ ისე არა როგორც მაღალ ცეცხლზე. მაღალი თერმული დამუშავება განაპირობებს ხორცის შეკუმშებას. აი ამაში ზოგადად ჩაკაპულს დაბალი ცეცხლი უხდება, იმიტომ რომ ქაფსაც არ იკეთებს, შესაბამისად ბულიონიც გამოდის უფრო ესეთი წმინდა და კვასკვასა, კამკამა და შესაბამისად ხო, დაბალ ტემპერატურაზე უნდა ვაცხოთ. ახლა უკვე მინდა რომ მოვრჩეთ გადაცემას და მზად იყოს ყველაფერი. აბა რომ თქვა. ნახეთ საოცარი. მოვთხომ ხო არ აბა რა მოვრჩეთ? სილამაზეა, შეხედეთ. ხო არ მოვრჩეთ, მაგრამ რომ მოვრჩეთ მზადა. აუ კიდე ერთი რაღაცა შევა მინდა. როგორი დიდი მნიშვნელობა. შეიძლება ჩაკაპულისთვის არა, მაგრამ ზოგადად ხორცს რო ჭრი, რაღაც მიმართულებას აქვს მნიშვნელობა, ხო, დავით? აი იმ შემთხვევაში არა, აბსოლუტურად მართალი ბზანდელი, კი ბატონო. მინდა რომ ყველა ცოდნა წავართო დავით ზეგნე მაგ ვარ, ოთხშაბათს.
ანუ ხორცს აქვს, რა თქმა უნდა, თავისი სტრუქტურა. სტრუქტურას აქვს მიმართულება. შესაბამისად, გააჩნია რისთვის გვჭირდება ხორცი, ხო? იმის და მიხედვით შეგვიძლია იმას ავქნათ, რა ქვია, იმის და მიხედვით დავჭრათ. აი ხა ეს რა მიმართულება ქვია ამას? რომ ესე რო ეთყობა ეს. ხედავ თითქოს პერპენდიკულარული. კი, აი ესე რო ეთყობა ეს კუნთი თუ რაც არის რა ვიცი. თუ გვინდა რომ დაჭრა ხორცი პერპენდიკულარულად. იშლებოდეს მარტივად, ხო, მაგ შემთხვევაში ამ იმის სტრუქტურის მიმართულებით უნდა დავჭრათ. შესაბამისად, მოხარშვის შედეგად აი ესე უბრალოდ რო ჩაჭყილდოთ ხელებში, ის თვითონ იშლება თავისი გაჩითილდება. კი ბატონო. ანუ ერთი წამი რომ აჩვენო ეგ როგორია. აი ნახეთ. აი ესე ხო არის ხო? ეს ეხლა ესენი დგას. ხო. აი ხა ესე რო ჩავჭრი, ხო? ხო. ხედავთ? ეს რომ მოიხარშება. ესე გაიშლება. აქედან რომ მოვკიდო. ანუ უნდა იდგეს ფეხზე, ესე იგი რომ გაიშალოს. ფეხზე უნდა ჭირდება იდგეს ეს დაძენძვა შემდეგ. მაგრამ ჭერში უნდა იყურებოდეს. მე თორა ცოდნები ავკრიფე. დიდი მადლობა. თინა ველოდებით შენს ჩაკაფულს აღდგომაზე. სხვათა შორის ვისაც უყვარს ბატკნის ჩაკაფული, დავითმა შარშან ძალიან კარგი ხერხი გვასწავლა იმისთვის, რომ აი ეს ზედმეტი არასასიამოვნო თუ რა ვიცი ვისთვის როგორ არომატი ცოტათი ჩავახშოთ, იყენებს დავითი ვანილს. ჩაკაფულში. კი, და ვანილით ანეიტრალებს ძალიან არც ვანილის გემო არ რჩება და არც ის რაღაცნაირი ცოტა მძაფრი არომატი. დუმაზე გამოიყენება, ძირითადად დუმა გვაძლევს იმ ეს ვთქვათ სურნელს. ზოგისთვის არასასიამოვნო სურნელს, ხო? შესაბამისად, დუმას, რომელსაც ვათავსებთ ქვაბის ძირში, იმას ვაყრით ოდნავ ისა ვანილს, არა არომატისთვის, არა, ანუ სხვა დანიშნულება არ აქვს, უბრალოდ რომ მოკლას ეს ისა დუმის არომატი. და ის ანეიტრალებს აი ამ არასასიამოვნო ზოგიერთისთვის. ეს მიგნება საიდ რაღაც პრაქტიკიდან გამომდინარე თუ მაგ უცხოეთშიც გამოცდილება საკმაოდ დიდი. შესაბამისად, იქ ტექნოლოგიური პროცესები უფრო მკაფიოდ არის გაწერილი. შესაბამისად, დავით, აქვე ვიკითხავ ცხიმი თუ გჭირდება რამე დამატებით ჩაკაფულში. კი ბატონო, ამ შემთხვევაში ცოტას დაუმატებ კარაქს, რადგანაც ხბოს ცხიმი არა ისეთი ცხიმიანი, როგორც სიტყვაზე ბატკნის, შესაბამისად, აი ეს პალიტრა არომატების რო შევინარჩუნო, ოდნავ კარაქსაც დაუმატებ ვერალინის. ჩვენ ყველა კითხვაზე გვექნება პასუხების მოსმენის შესაძლებლობა, რადგან მთელი გადაცემის განმავლობაში იცის ჩვენმა ტელემაყურებელმა, რომ სამზარეულო ამ დღის განუყოფელი ნაწილია და ჩაკაფულ სანამ ბოლომდე არ მივიყვართ, აქედა ფეხს არ მოვიცვლით. გამორიცხეთ ეს. თუმცა სხვა ამბებიც გვაქვს გასაზიარებელი. და ისიც კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა. ნამდვილად ზურა დაგეთანხმებით ჩვენი ჯეჯილი გვაქვს, თუმცა რჩევების მიხედვით ხვალ უკვე უნდა ჩვენც მოვემზადოთ აღდგომისთვის და უკვე დავიწყოთ ჯეჯილის გახარება ოჯახებში. აი სწორი არის უფრო ის, რომ აი 10 დღე მართლა უკვე მზიან დღეებში ძალიან საკმარისია და ძალიან კარგი ჯეჯილი გამოყვება. ჩვენ წვანილი უკვე დავითმა ესალამაზად დაგვიჭრა და ყველაფერი პრინციპში დაჭრილია, გვაქვს კარაქი და იცით რომ სამზარეულოში ტრადიციულად ვიყენებთ ფერარინის კარაქს, რომელიც გახლავთ იტალიური საკმაოდ მრავალფეროვანი ხორც პროდუქტების და რძის ნაწარმის ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია გუდვილში, არის ნაღების კარაქი და რითი ვიწყებთ ბატონო დავით. ჩვენ ვიწყებთ, ანუ ყველაფერი გვაქვს მზად, დაჭრილი ხორცი, დაჭრილი ქონი ხბოს, კარაქი, ტრემალი, მწვანე, ღვინო, მარილი და პილპილი. ყველაფერი გვაქვს. კი ბატონო. ჩვენ ვიწყებთ ქონით, ანუ ქონს მოვათავსებთ ქვაბის ძირში. ქვაბი არის გრილი ამ შემთხვევაში. ერთად უნდა გათბეს ეს ყველაფერი. ხო. ქონზე ზემოდან წავა მწვანილების ფენა იმისთვის რომ დაიცავს ქონს ამოტივტივებისგან. ქონის რაოდენობას თუ დააკვირდით? სადღაც ანუ ნახეთ 3 კილო ხორცზე დაგჭირდება სადღაც 200-300 გრამი ქონი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, ხო ეს ქონი? კი, ანუ ქონი აძლევს აი იმ ჩაკაფულს, აი ეს ნახარში რო აქვს, რაც განაპირობებს კარგ გემრიელ იმას ჩაკაფულს, ეს არის ქონი და ძვლები. ეს არის მნიშვნელოვანი. თვითონ ხბოს ხორცი იმდენად უცხიმოა, რომ აი ცოტა ცხიმის ჭირდება, რომ ჭირდება, კი. აი ეხლა რამდენი
აქ გვაქვს დაახლოებით 3 კილო ხორცი. 3 კილო ხორცზე აი რამდენი მწვანილი გვაქვს დაახლოებით. ნახეთ მეგობრებო, აი 1 კილო მწვანილი საჭირო 2 კილო ხორცზე. ბატკანია თუ ხბოა, მაგას მის ჯამში, ხო? და აი მწვანილის კომბინაცია როგორ უნდა იყოს? ეს იცით რა, ბევრი ტარხუნა რომ არ მოგვივიდეს. არა, ტარხუნა არასდროს არ გაწყენ. არასდროს არ გაწყენ. არის რა თქმა უნდა დაობენ სულ, ანუ რომელი მწვანილი უნდა იყოს ჩაკაპულში, რომელი არ უნდა იყოს, ზოგი ამბობს წიწმატიც უნდა, ზოგი ამბობს ხახვიც უნდა, ზოგი ამბობს ქინძი არ უნდა და ასე შემდეგ. ეგ სიმართლე გითხრათ, მაგას მნიშვნელობა არა. ანუ ჩაკაპულის აზრი არის, ეს არის ხორცი და მწვანილები ფენა მოთავსებული ქვაბში. და თქვენია ის როგორია მაინც ეს ბუკეტი მე მაინც მიყვარს ქინძისაც ვამატებ, ოხრახუშსაც, ტარხუნა რა თქმა უნდა, ბევრი. ტარხუნა ჭარბობს. კი, უნდა ჭარბობს. ერთი 8-10 კონა დაახლოებით. 10 კონა. ამ რაოდენობა ხორცზე 3 კილო ხორცზე 10 კონა ტარხუნა და დანარჩენი უკვე მოთავსებთ. ვახ, რა კარგია. ეხლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა მაქვს. გადაცემის მიწურულს მზად იქნება უკვე ჩვენი ჩაკაპული. კი. კაი, ეხლა მითხარით ამდენი კარაქი რატო? ბევრი ხორცი გვაქვს. ქონდა ცხიმის, კიდე ქონი. კარაქი გვაქვს ერთი ფენა, ხო, შუაში მოვათავსეთ და მარილი. ხორცზე აუცილებლად მარილი დაგვენანოს, ანუ გავითვალისწინოთ ის, რომ მწვანილი ძალიან ბევრ წვენს გამოუშვებს. კარაქი რამდენი? ხო და რატო უნდა კარაქს არ მეცხარით? ხბო აიღებს კარაქს და უფრო ნაზი გამოვა საერთოდ ჯამში. ხბო აიღებს და უფრო ისე ხედავ. წელს დავითის რეცეპტით ვამზადებ ჩაკაპულს, მორჩა. აგრეთვე მინდა აუხსნო, მინდა აღვნიშნო, რომ ესა რა ქვია, მწვანილი არ დაკეპოთ წვრილად. რაც უფრო წვრილად არის დაკეპილი მწვანილი, მით უფრო ნაადრევად გამოუშვებს ბევრ წვენს. შესაბამისად, აი ესე უშუალოდ ზემოდან ალყა, ხო, დიდი ნაჭრები იყოს, რომ შეინარჩუნოს თავისი მწვენი და აგრეთვე გირჩევთ არ დაჭრათ მწვანილი წინა დღით. რადგან მეორე დღისთვის უკვე წვენი იქნება გამოსული მთლიანი. კი ბატონო. და იждებია პროცესი. ესე იგი, ჩაკაპული არის აი საოცრება მსოფლიო კულინარიაში. მართლა აი სასწაულია. თან აი ესეთი ჯანსაღი და ჯანმრთელი საკვები, აი ძალიან ცოტა თუ მოიძებნება მსოფლიო კულინარიაში. მე ესე მგონია, ხო? ესეც არის ნამდვილად. აი ეს ხორცი აღიარებულია. მწვანკი. და რაც შეეხება კარაქს, მე კი ვფიქრობ, რომ კარაქი ყველანაირ კერძს უხდება და სჭირდება, ამიტომ ხბოს ხორცს მით უმეტეს. მე აი ამ რაღაც გონივრულ სეზონურობასთან მიბულ საკვებზე გიждები, აი ამაზე, რომელიც ნუ ჩაკაპული სხვა სეზონზე ხო არ. როგორც საცივი სხვა სეზონზე არ. წესით არ უნდა დიდი სიამოვნებით შევჭამ. ყველაფერს არა შეიძლება, მაგრამ აი თითქოს აი ამ დროს არის საჭირო ჩვენი ორგანიზმისთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის ამ დროს უნდა შემოვიდეს აი ეს პროდუქტები და ხო, მაგრამ ტყემალი აგვიანებს ხოლმე, ტყემალი, მაგრამ აგერ შეირბინა ბუდროში. კილის ტყემალი ძალიან კარგი არის და თან მართლა წარმოდგენილია უკვე ყველგან. აქედან გამომდინარე, ჩაკაპულის გაკეთება პრობლემა მართლაც არ არის სხვა სეზონზე, თუმცა აი რაღაც მართლა ეგრეა, რომ აი ზუსტად ამ პერიოდში გინდება და ამ პერიოდში აქვს სხვანაირი სიცინცხალე და სამედიცინო მხარეც არის ეს. ხო, რაღაცა თითქოს იმ დროს შემოდის საჭირო პროდუქტები, როდესაც ზუსტად ჩვენს ორგანიზმს ესა თუ ის ვიტამინი სჭირდება. და გაზაფხულზე მით უმეტეს გვჭირდება მეტი ბოსტნეული, მეტი სიმწვანე ჩვენს რაციონში და ასევე გაზაფხულზე არის ძალიან კარგი ამბები გუდულში და ამიტომ მაყურებელს აუცილებლად უნდა ვუთხრათ, რომ 2026 წლის ამ წლის გაზაფხულზე რიგით მე-11 ფილიალი გაიხსნება კწანიში და ჩვენ აუცილებლად გესტუმრებით. სიამოვნებით. კი ბატონო. დავით, ანუ ამ შავპილპილს ამატებთ, ხო არ გამოგვეპარა ეს შავი პილპილი? კარო ჩავაჭრათ, მაშინ პილპილი აღარ დაგჭირდება თუ მაინც დაგჭირდება? არა, არ დაგჭირდება მაგ შემთხვევაში. ნახეთ, არის კულინარიაში არის სამი ძირითადი გემოს გამაძლიერებელი. ეს არის მარილი, პილპილი და შაქარი. შესაბამისად, ეს სამი ინგრედიენტი, ამ სამი ინგრედიენტის დამატებისას, ხო, ჩვენ ვაძლიერებთ ნებისმიერი ნედლეულის, კერძის პროდუქტის გემოვნ თვისებებს. კი ბატონო. ჩამატე ახლა აქ შაქარი ჩაყარეთ? არა. აქ არა. და რა თქმა უნდა, ბოლო და ყველაზე გადაგრას დავით.
ბოლო შტრიხი და ეს ჩაკაპულთალი. გაგიმართ. ეს რამდენი დავით? სადღაც 300 მილილიტრი. აი. მეტი არ უნდა. მეტი არ უნდა, კი. ძალიან დაამჟავებს მე და. რა სიძახი, მე კიდე იცი რას ვაკეთებ. მე ცოტა სანამ არ ვიგრძნობდი, რომ ამოტივდი. არა, მე ძალიან რომ წვნიანი მიყვარს, ძალიან წვნიანი მიყვარს. ეს არ იქნება ესე. აი, წვანილის მეშვეობით ვიღებ ზუსტად იმ ცოცხალ წვენს. ბევრი ღვინო გაამჟავებს. და კიდე ერთ ვიკითხავ ბოდიში, დაბალ ცეცხლზე რა დროში ხდება ამის უკვე დასრულება? ნახევარი სჭირდება. საათ ნახევარი ზუსტად ვასწრებთ. კიდე დაგვჭა საათ ნახევარი? ვასწრებთ. მე დაველოდები, არ მაინტერესებს. ზურა ერთი ამბავიც უნდა მოვასწროთ. გაზაფხული ხომ უკვე ვიგრძენის დღეს და თურმე პირდაპირ ხვალი ხსნება გუდვილის ახალი ფილიალი კრწანიში გაზაფხულთან ერთად და შესაბამისად უნდა მოვასწროთ. დილა მშვიდობისა კიდევ ერთხელ და არა მხოლოდ ჩაკაფული ჩემო ზურა, ნახე როგორი ამბავი და რა სილამაზე გვაქვს სტუდიაში. ეს არის სიახლე გუდვილისგან, რომელიც გვანებივრებს უკვე აგერ 22 წელია და გვთავაზობს პასკების მრავალფეროვან ასორტიმენტს. გუდვილში პასკები მზადდება უმაღლესი ხარისხის ნედლეულით. არის ნოტიო და ჰაეროვანი, არის პასკა ქიშმიშით, ქიშმიშის გარეშე, კლასიკური, არის სიახლეები იყო არაერთხელ და შარშან მქონდა და შარშან წინს ფსტის გულსართიც და ახლა გვაქვს სიახლე. გუდვილში არის წარმოდგენილი პასკები, რომელსაც აქვს შიგნით ბუენოს და ნუთელას კრემი. და განსხვავებას კი ხედავთ, რომელიც პირდაპირ უნდა ვაღიარო, რომ ჩემს ოჯახში ფავორიტია ორივე და რომელია ბუენო და რომელი მე განსხვავებას ხედავ, რომე? ის უფრო ღია ფერია. კი ბატონო. ბუენოსაც გვაქვს შოკოლადი, ხო? ხო, მაგრამ ცოტა უფრო რძის ფერია, ხო. და ასევე არის გუდვილის წარმოების ესეთ პანეტონეები, რომელიც არის კოლუმბოს ფორმის და აქვს თან ესეთი შეფუთვა ძალიან ორიგინალური. ეს არის სპეციალურად შექმნილი ნახატი, რომელიც გადატანილი ამ შეფუთვაზე და შემდეგ ეს გარდაიქმნება სუფრად. და შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში გამოიყენოთ და ძალიან ლამაზი სასაჩუქრე შეფუთვაც არის. რაც შეეხება ჩაკაფულს, ჩაგაჭყიტებთ. აი აქ ესეთი ამბავია, გეძახის. გვეძახის ჩაკაფუ. ისედაც კარგი. აი ასე. მოვასწრებ, ხო, მოესწრება. სანამ ჩაკაფულზე გადავალთ, მინდა რომ ბატონ დავით ვთხოვო, რომ თუ შეიძლება მოგვიყვეს თან ინსპირაცია, საიდან მოდის შექმნის აი ამ ესეთი ორიგინალური პასკის და თან გავჭრათ და ჩავიჭყიტოთ შიგნით. ლამაზიც არის გაფორმებაც და ასევე ბოდიში დავით ერთხელ სავიღებ, შეფუთვაც არის ძალიან მოსახერხებელი ტრანსპორტირებისთვის, გადაადგილებისთვის და ასე შემდეგ. პასკები ხელმისაწვდომია როგორც ფილიალებში, ასევე ონლაინ მაღაზიაში gudvil.gi. დავით ისმენთ. თან როგორი დეკორაციები აქვს? ხო, ყოველ წელს ისე რაც გუდვილი ცნობილია სიახლეებით და შესაბამისად ყოველ წელს ვცდილობ ჩვენი მომხმარებელი გავაკვირვოთ, გავაოცოთ ან საშუალება მივცეთ მათი საყვარელი სიტყვაზე. კერძი იქნება, თუ ინგრედიენტი იქნება, თუ რა რომ წარდგენაში გქონდეს. წელს ავირჩიეთ ბუენო და ნუტელა, როგორც საქართველოში, თბილისში ყველგან. დავით არ ამბობს, მაგრამ მე ვიტყვი რომ ოჯახი მეუღლისგან და შვილისგან წამოვიდა. მივდივარ იქამდე. წამოვიდა ეს შთაგონება, რომ შეექმნა ესეთი. ძალიან უყვართ. ჩემებს ძალიან უყვართ მithumetes. პასკა რომელიც ეძღვნება მეუღლეს. დავით, მოდი მაგას მე ვიზამ და აქეთ ხო, შეგვიძლია. მე სხვათა შორის გუდვილის კლასიკური პასკა დავაგემოვნე უკვე და აი ეს ძალიან გემრიელი. უკვე? კი, დავაგემოვნე და ძალიან გემრიელი იყო და თან ვისაც უყვარს განსაკუთრებით აი ეს ბევრი ქიშმიშით, შიგნით შახუნძლული, აი ზუსტად ეგეთია. მე ძალიან ვიყვარს. უყვარს ქიშმიშის გარეშეც და ძალიან კარგია რომ ამ ესე ვთქვათ ოფციასაც გვთავაზობს. ეგეთიც არის? კი. ოი, რა სიძახი. ესე იგი მე იქით აქ ნახეთ ახლა რა მოხდება. მე მიკვირს ადამიანების, ვისაც ნახეთ რა სილამაზეა შიგნით.
არის ძალიან გემრიელი. ეს ამ შემთხვევაში ქიშმიშის გარეშეა და არის მართლა ბავშვების ის დავიწყოთ თიკა, ჩაკაფულით თუ პასკით. ხდება არა ჯერ ხორცი მომზადება. და მეორეც ჩავიჭყიტოთ, აბა როგორ გამოიყურება ამასობაში მე შემიძლია რომ ჩაკაფულით ცოტა დავასხა. მართლა უკვე? სად არის? ხორცი არის მოხარჩეულო. მაგრამ ხორცს არ სჭირდება ეთერში დიდი დრო. ვიკადრო? აი ნახე ეს ბუენი. ნახე რა სილამაზე. აქ ვაჩვენოთ აი ეს. კაია დავით. საერთოდ არ მინდოდა რომ უკვე დამეწყო პასკების სეზონი. არ მინდოდა. ვიფიქრე ჭირ კიდე 10 დღე მაქვს თქო. არა და რა კარგი ამინდი არის გარეთ და მაინც მძიმედ უნდა გამისვა რა. ჩაკაფული ზემოდან მერე პასკა, მაგრამ გემრიელს ასე გუდულში უკვე დაწყებულია ეს ფუსფუსი დიდი ხანია და კი დამძიმდები მომეცით. ჩვენ სტუდიაში გამოვშვით. ჩაკაფული არ იქნება დამძიმების არა, არც ჩაკაფული არ არის მძიმე და არც კარგი პასკა არ არის. ზომიერება არის გონიერება, ზურა, ზომიერება რომ მეკარგება ხოლმე ზომიერება, მერე გემრიელთან ერთად გონიერებაც იკარგება ხოლმე. ჩაკაფული სხვათა შორის არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი კერძი, ესე ვქოთ. კი, ნამდვილად. და სხვათა შორის ვენებზე ქონდათ დღეს ვარიკოზი იყო თემა და ვარიკოზისთვის ყემალი არის ერთ-ერთი. მისწრება, მიდი იმკურნალე. არა, უნდა მიირთვა. და ზომიერება და გონიერება რომ ეკარგება ხოლმე, აი თქვენნაირი შეფზარეულების ბრალია სხვათა შორის დავით. ანუ ეხლა შეგიძლიათ პირდაპირ ქვაბით გადმოგიდგათ? რა დაკარგულია ზომიერება, გონიერება. სითხე რა კარგი რაოდენობითაა. რანაირად ამდენი სითხე? წვანი ისე ვერი მართლა რა სითხეს? ხო. აბა ზომიერად, აი არც ქვაბში არც ხორცი დაგჭება და არც სითხე. თანაბრად ხო გადმოვა რაც არც არ დავტოვებ. კაი, გასინჯე, მიდი ზურ, კაი, ჰა. კარგი, გავით, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენთან ერთად. რა თქმა უნდა, ყველა ეს პროდუქტი წარმოდგენილია უკვე გუდულში და შეგიძლიათ რომ პირდაპირ თქვენ არ იწვალოთ და ხელს გააყოლოთ. აბა, ჩვენ დროებით.